საუდის არაბეთმა მკაცრი პოზიცია დაიკავა ირანის მიმართ სპარსეთის ყურეში ახალი ესკალაციის ფონზე. რაც მოხდა, ეს უბრალოდ სიმბოლური ჟესტი არ იყო, ეს იყო პოზიციის რეალური ცვლილება. მას შემდეგ, რაც ირანს დააბრალეს საუდის არაბეთისა და რეგიონულ ობიექტებზე ახალი თავდასხმები, რიადმა ფრთხილ ტონს თავი დაანება და პირდაპირი მოქმედება დაიწყო. შეტყობინება მკაცრი იყო, მოთმინება ამოიწურა. ეხლა სამეფო ცდილობს კრიზისის გავრცელების შეჩერებას, სანამ ის მთელ ახლო აღმოსავლეთს შთანთქავს. 2026 წლის 21 მარტს საუდის არაბეთმა გააძევა ირანის სამხედრო ატაშე, მისი ასისტენტი და 3 ირანელი საელჩოს თანამშრომელი. ყველას 24 საათი მისცეს ქვეყნის დასატოვებლად პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შემდეგ. მარტივი სიტყვებით, საუდის არაბეთმა ირანს უთხრა, რომ ასეთი ყოფნა აღარ იქნებოდა მოთმენილი იმ მომენტში. ეს იყო ამ დრომდე ყველაზე თვალსაჩინო და ყველაზე მკაცრი ნაბიჯი. ურთიერთობები სრულად არ გაწყდა, მაგრამ ეს სერიოზული და იშვიათი დიპლომატიური დარტყმაა შედეგებით. რამდენიმე დღით ადრე, 18 მარტს, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფაისალ ბინ ფარჰანმა ტონი უკვე გაამკაცრა. მან განაცხადა, რომ საუდის არაბეთი იტოვებს უფლებას სამხედრო პასუხი გასცეს ირანს და აღნიშნა, რომ ორ მხარეს შორის ნდობა განადგურებულია. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ერ-რიადი ბალისტიკური რაკეტების სამიზნე გახდა და მთავრობა აქ არის ისტორიის ცენტრში. ამ ცვლილების უკან საუდის არაბეთის მთავრობა დგას. როდესაც ეს საჯარო გახდა, მარტის მესამე კვირა იყო, ეს ყველაფერი ერ-რიადში კონცენტრირდა, რომელიც დამკვირვებელი დედაქალაქიდან რეაგირების დედაქალაქად იქცების დედაქალაქად იქცა. საუდის არაბეთის პასუხი მხოლოდ დიპლომატების გაძევება არ იყო. 19 მარტს ერ-რიადში არაბული და ისლამური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ისეთი ქვეყნების წარმომადგენლები, როგორიცაა ბაჰრეინი, ეგვიპტე, იორდანია, ქუვეითი, პაკისტანი, ყატარი, თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ეს აჩვენებს თუ როგორ დაიწყო საუდის არაბეთმა კიდევ უფრო დიდი ნაბიჯის გადადგმა. თითოეული ქვეყნის ცალკეული უკმაყოფილების კოორდინირებულ რეგიონულ ზეწოლად გარდაქმნა. მარტო რეაგირების ნაცვლად ერ-რიადმა დაიწყო მოკავშირეების შეკრება, საერთო პოზიციის ჩამოყალიბება და თეირანის წინააღმდეგ პოლიტიკური ბლოკადის მოწყობა. ამ ცვლილებას აშკარა მიზეზი აქვს. ყურის ქვეყნები აცხადებენ, რომ ირანის თავდასხმები უკვე უშუალოდ საფრთხეს უქმნის აეროპორტებს, ენერგეტიკას, ვაჭრობას, ნავიგაციას და მოსახლეობას. 25 მარტს ამ ქვეყნების წარმომადგენლები გაეროში მივიდნენ და განაცხადეს, რომ ეგზისტენციალურ საფრთხეს აწყდებიან. ეს გამოთქმა ძლიერია და შიშის მასშტაბს წარმოგვიდგენს. გაეროს ადამიანის უფლებათა ხელმძღვანელმა დებატებზე გააფრთხილა, რომ სამოქალაქო პირებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განზრახული თავდასხმები შეიძლება ომის დანაშაულად ჩაითვალოს. საუბარია არა მხოლოდ პოლიტიკურ მეტოქეობაზე, არამედ იმაზე, რომ კონფლიქტი კონტროლიდან გამოვიდა და რეგიონის ეკონომიკურ და ურბანულ გულს ურტყამს. მათ კვირების მანძილზე ელოდნენ, ვაშინგტონმა ირანზე ზეწოლა მოახდინა და ომის გაფართოებით დაემუქრა. თუმცა თავად სპარსეთის ყურის ქვეყნები ამერიკელებს გააფრთხილეს, რომ კიდევ უფრო მასშტაბური თავდასხმა შეიძლება გამოიწვიოს დამანგრეველი საპასუხო დარტყმები ენერგეტიკულ და გამთქნარების სადგურებზე, რაც მთელი ქალაქების გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როიტერსის ინფორმაციით გაფრთხილებები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ დონალდ ტრამპმა ტათავი შეიკავა ირანის ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურაზე დაუყოვნებელი ესკალაციისგან. სხვა სიტყვებით, საუდის არაბეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების რეაქცია არა მხოლოდ თეირანს, არამედ ვაშინგტონსაც აჩვენებდა, რომ რეგიონი ზღვარზეა. ეს საკითხი დაგვეხმარება გავიგოთ, რატო იმოქმედა საუდის არაბეთმა დიპლომატიური გაძევებით, მუქარით, რეგიონული კოორდინაციითა და საერთაშორისო ზეწოლით. იმიტომ რომ სამეფომ გააცნობიერა, რომ მხოლოდ სიმშვიდის მოთხოვნა აღარ იყო საკმარისი. ომმა საფრთხე შეუქმნა მომარაგებას, ეკონომიკას, შიდა უსაფრთხოებას და სპარსეთის ყურის ბალანსს. ასევე მნიშვნელოვანია 2023 წელი. საუდელებმა და ირანელებმა დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს დაძაბულობის შესამცირებლად. ეხლა ეს ძალისხმევა იშლება თავდასხმებითა და ნდობის დაკარგვით. როდესაც დაახლოების შეთანხმება ვეღარ იცავს ქალაქებს, პორტებსა და სტრატეგიულ ობიექტებს, ის სწრაფად კარგავს პოლიტიკურ ძალას. ამიტომ ყველაზე ნათელი დასკვნა ასეთია. საუდის არაბეთმა გადაწყვიტა, რომ აღარ ჩუმა დაიტანოს ეს დარტყმები.
სამეფომ ირანს ომი არ გამოუცხადა, მაგრამ კაცრი ნაბიჯი გადადგა, რათა შეეკავებინა ირანული შეტევა და დიპლომატიურად და რეგიონულად თეირანი იზოლაციაში მოექცია. რიადმა გაზარდა თავდასხმების პოლიტიკური ფასი, მოიხმო მოკავშირეები. ზეწოლა მოახდინა გაეროზე და გააფრთხილა, რომ შემდეგი ეტაპი შეიძლება უფრო მძიმე იყოს. ბევრი ანალიტიკოსი ამას სპარსეთის ყურეში ახალ ეტაპად მიიჩნევს. მეტი არაბული координация და ნაკლები ტოლერანტობა ირანის მიმართ, რათა ირანმა ვეღარ გააგრძელოს შიშის, ზეწოლისა და არასტაბილურობის ექსპორტი მთელ რეგიონში.